გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მე მინდა გაცნობოთ, რომ დღეს Liberty Bank-ის ძირითადმა დამფუძნებლებმა, ანუ დინო პატრიჩიუმ და მე, ბანკის სააქციო კაპიტალში დამატებით 17.8 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ამის შედეგად ბანკის სააქციო კაპიტალი გაიზარდა და 95.6 მილიონ ლარს გაუტოლდა. მადლობთ მომზადებისათვის, ჩვენ უკვე რამდენიმე კვირა გვინდოდა რომ ესე ვთქვათ ამ რეჟიმში გვესაუბრა და შეგვეჯამებინა ჩვენი ამ ბანკში მუშაობის 3 წელი, იმიტომ რომ 3 წელზე ოდნავ მეტი გავიდა ზუსტად მას მე და ჩვენ ეს ბანკი შევიძინეთ 2009 წლის სექტემბერში და უბრალოდ სექტემბრის ბოლო არ იყო ალბათ სწორი დრო ამისათვის საზოგადოებას ცხადია ინტერესი ჰქონდა გაატანილი არჩევნების პროცესისკენ და ასე შემდეგ, ხოლო დღეს ჩავთვალეთ რომ ამისთვის ძალიან კარგი დროა. სანამ ჩვენი მუშაობის შეჯამებაზე გადავიდოდეთ, ალბათ ბუნებრივია თქვენ დაგაინტერესებთ ჩემი კომენტარი იმასთან დაკავშირებით თუ რა განცხადებაც გააკეთა გიორგი გოგუაძემ პარასკევს და ამას მოკლედ მოგახსენებთ და მე გადავალთ ჩვენი შეკრების ძირითად თემაზე. მან თქვა რომ მას დაეკონტაქტა Liberty Bank-ის ხელმძღვანელობა ეროვნულ ბანკთან ერთად და ბჭყალებში პრობლემის მოგვარება მოლაპარაკების გზით შესთავაზეს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე არც გიორგი გოგუაძესთან და არც სახალხო ბანკის სხვა ყოფილ აქციონერთან არ დამირეკია, არც შემითვლია რამე, ანალოგიურად არც სხვა მენეჯმენტის წევრებს Liberty Bank-დან მსგავსი ქმედება არ ჩაუდენიათ. პირიქით გიორგი გოგუაძემ დამირეკა მე და გააკეთა ეს პარასკევს მას მერე რაც ეთერით გავიდა მისიას განცხადება. ამის გადამოწმება არის სრულიად მარტივი მობილური ტელეფონების ვთქვათ ამონაწერის ნახვის გზით, ვინ ვის დაურეკა და რომელ საათზე. ეს არის ელემენტარული. ხო მე მათთან არ დამირეკავს და არც ვაპირებ დარეკვას ერთი მარტივი მიზეზით. არ არსებობს არანაირი პრობლემა ბჭყალებში ისევ და ბატონი გიორგის სემანტიკით რომ ვიხელმძღვანელო ამ შემთხვევაში, რომელიც მოლაპარაკებას ან მოლაპარაკების ან რაიმე სხვა გზით საჭიროებას გადაჭრას შესაბამისად არ არსებულ პრობლემაზე საუბარი აქ საჭირო არ არის. ჩვენმა ჯგუფმა Liberty Bank-ი შეიძინა 2009 წლის სექტემბერში შეიძინა მისი 91% 15 მილიონ დოლარად, ანუ ბანკის თლიანი შეფასება მაშინ იყო 16.4 მილიონი დოლარი. შეიძინა იმ დროს, როდესაც ბანკი უმძიმეს კონდიციაში იმყოფებოდა, გადაიტანა რა კლინიკური სიკვდილი ფაქტიურად 2008 წელს და შეიძინა სრულიად სხვა ადამიანებისაგან, იმდროინდელი ბანკის მფლობელებისაგან. მას შემდეგ ბოლო 3 წლის მანძილზე დღევანდელი ინვესტიციის ჩათვლით ჩვენ Liberty ჯგუფმა 30 მილიონი დოლარის დამატებითი ინვესტიცია განვახორციელეთ Liberty Bank-ის სააქციო კაპიტალში. ხოლო სხვა პირებმა ჩვენს აქციონერებს შორის არის 6 დასავლური საინვესტიციო ფონდი და კიდევ მრავალი ფიზიკური თუ იურიდიული პირი სხვა პირებმა ასევე დამატებით 11 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. ანუ ჯამში ამ 3 წლის მანძილზე 41 მილიონი დოლარით არის გაზრდილი სააქციო კაპიტალი ჩვენი და სხვა ინვესტორების ვთქვათ ინვესტიციების ხარჯზე. ერთსაც დავამატებ პარასკევამდე მე ბოლოჯერ გიორგი გოგუაძესთან კონტაქტი მქონდა ან 2004 წლის ბოლოს ან 2005 დასაწყისში, ზუსტად არც მახსოვს, მაშინ როცა ის და მისი კოლეგა თავისივე ინიციატივით მოვიდნენ ჯერ კიდევ საქართველოს ბანკში რაღაც საბანკო თანამშრომლობის თემაზე სალაპარაკოდ. ხოლო სხვა ყოფილ აქციონერებს სახალხო ბანკის მე არც ვიცნობ და არც ამას მქონია მათთან კონტაქტი. და იგივე შემელია თქვა ვთქვათ ჩემს პარტნიორზე, მეორე წამყვან აქციონერზე და იგივე შემელია თქვა ბანკის ტოპ მენეჯმენტზე. და ბოლოს გიორგი გოგუაძემ თქვა რომ კონსტრუქციულად ცდილობენ აი ამ არარსებული პრობლემის მოგვარებას. თუმცა თვითონვე თქვა რომ არ ქონიათ ჩვენთან დალაპარაკების მცდელობა იქამდე სანამ თავის პარასკევის განცხადებას დაანონსებდნენ. ნუ ალბათ დამეთანხმებით რომ ესეთი ქმედება არ არის კონსტრუქციული, არ გავს კონსტრუქციულ ქმედებას ყოველ შემთხვევაში მე ამას ესეთ შეფასებას მივცემ. და ასევე მან განაცხადა რომ მათ არ სურთ ბანკში რაღაცა რყევების გამოწვევა, ნუ რაღაცა რყევებს ბანკში ისინი ნამდვილად ვერ გამოიწვევენ
თუმცა ამ ეტაპზე Liberty Bank-ი ინტენსიურად ესაუბრება რამდენიმე უცხოელ ინვესტორს სააქციო კაპიტალში შემოსვლაზე და სააქციო კაპიტალის კიდევ უფრო გაზრდაზე, რომ ჩვენი შემდგომის განვითარება დაფინანსდეს და ბუნებრივია ესეთი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებები ამ პროცესს ნამდვილად ხელს არ შეუწყობს, აფერხებს ამ პროცესს და ესეთი ინვესტიციები ან უფრო დაგვიანებით შემოვა, ან ნაკლები ოდენობით, ან შეიძლება სულ არ შემოვიდეს ესეთ ფონზე. რაც საბოლოო ჯამში სამწუხაროდ დააზიანებს ისევ დააზარალებს ბანკის კლიენტურას და ბანკის აქციონერებს, იმიტომ რომ ცხადია, ბანკის შემდგომ ზრდას და განვითარებას სჭირდება დაფინანსება. ეხლა კი მინდა გადავიდეთ თქვენის ნებართვით აი ამ შემაჯამებელ ერთგვარად პრეზენტაციაზე და მოგითხროთ ორიოდე სიტყვით თუ რა იყო Liberty Bank-ი 2009 წლის სექტემბერში და რას მივაღწიეთ ამ 3 წლის მანძილზე. ნუ ვერ გეტყვით რომ ყველაფერი გამოგვივიდა, თუმცა ბევრი რამ გამოვიდა და კიდევ ბევრი რამე დასწრებული ვარ გამოვა. ოღონდ ამას სჭირდება ცხადია სტაბილურ პირობებში მუშაობა, ამას სჭირდება დამატებითი ინვესტიციები და ამას სჭირდება ჩვენი შემდგომი წინსვლა და განვითარება. მაშინ ასე დავიწყოთ. მაშინ როდესაც ჩვენ Liberty Bank-ი შევიძინეთ 2009 წლის სექტემბერში, მისი მთლიანი აქტივები 278 მილიონი ლარი იყო. 2012 წლის 30 სექტემბერს ბანკის აქტივები 900 მილიონი ლარი იყო. ანუ გასამაგდა და კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ამ 3 წლის მანძილზე. ჩვენ სწორი მუშაობის ხარჯზე და განხორციელებული ინვესტიციების ხარჯზე მოვახერხეთ ის, რომ ამ 3 წლის მანძილზე ვიზრდებოდით ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე მთლიანობაში საბანკო სექტორი საქართველოს. შედეგად ამისა Liberty Bank-ის ბაზრის წილი 2009 წლის სექტემბერში იყო 3.5% მთლიანი აქტივების მიხედვით, ეხლა კი 6%-ს აღემატება. ანუ ჩვენ ამდენი ბაზრის წილი მოვიდეთ. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია საკრედიტო პორტფელის დინამიკა. 2009 წლის სექტემბერში ბანკის ესხები ჯამში შეადგენდა 94 მილიონ ლარს. ხოლო 2012 წლის 30 სექტემბერს ჩვენი სასესხო პორტფელი 455 მილიონი ლარი იყო. ანუ 4.8-ჯერ უფრო დიდი, ვიდრე 3 წლის წინ. ცხადია, ეს არის ვეროთ პროსტრატის და ვიდრე მთლიანად საბანკო სექტორის საკრედიტო პორტფელს ჰქონდა ამ 3 წლის მანძილზე და შედეგად ამისა, თუ ჩვენი ბაზრის წილი სესხების მიხედვით 2009 წლის სექტემბერში შეადგენდა 1.8%-ს, ეხლა ჩვენი ბაზრის წილი სესხების მიხედვით 5.3% არის. ჩვენს ბანკს სექტემბრის მონაცემებით 400,000-ზე მეტი მსესხებელი ყავს. შეიძლება ეს მონაცემიც იყოს თქვენთვის საინტერესო, რომ 2004-2008 წლებში, ანუ ისტორიული მაქსიმუმი, რასაც კი საკრედიტო პორტფელს მიუღწევია, ეს არის 175 მილიონი ლარი. ანუ ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩვენი საკრედიტო პორტფელი არის დღეს. შეგახსენებთ 455 მილიონი ლარი. შემდეგი თუ შეიძლება. ასევე მინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ იმ საკრედიტო პორტფელის ხარისხზე, რომელიც ჩვენ მოსვლამდე იყო ამ ბანკში შექმნილი და რომელიც ჩვენად დახვდა მემკვიდრეობით. აი 94 მილიონი ლარის პორტფელიდან უკვე 2009 წლის სექტემბრისთვის მაგ პორტფელზე ფორმირებული იყო 23 მილიონი ლარის რეზერვი. და დამატებით ბოლოს ამ წელიწადში ჩვენ მოგვიწია აი იმ მემკვიდრეობით რა პორტფელიც გვერგო, დამატებით ამ პორტფელზე კიდევ 19 მილიონი ლარის რეზერვების შექმნა, ანუ დამატებითი ზარალი ბანკისათვის ამ 3 წლის მანძილზე იმ მემკვიდრეობით ჩვენთვის გადმოცემული პორტფელიდან შეადგენს 19 მილიონ ლარს. შეგახსენებთ, რომ ბანკის სააქციო კაპიტალი იმ დროისათვის, როცა ჩვენ ეს ვიგებთ, სულ რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენდა. ანუ აი ამ უკიდურესად დაბალი ხარისხის საკრედიტო პორტფელის გათვალისწინებით ბანკი ფაქტიურად მოყოლებული 2008 წლიდან იყო გადახდის უუნარო და მას ფაქტიურად თუ ჩვენ სწორედ შევაფასებთ უკვე დღევანდელი გადმოსახედიდან აი დამატებით დარეზერვებას რაც ამ სესხებს ჭირდებოდა, ქონდა ნეგატიური სააქციო კაპიტალი. და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ნუ იმ სესხებში, რომელიც ჩვენ გვერგო მემკვიდრეობით იყო ძალიან ბევრი ჭყალებში ასევე საინტერესო სესხი, მაგალითად ერთ-ერთი ფინანსური პრობლემების მაშინაც კი მქონე კომპანიაზე გაცემული 2.5 მილიონი ლარის ოდენობის სესხი აბსოლუტურად არაადეკვატური უზრუნველობით. ხო, ჩვენ ამ სესხის მთლიანად ჩამოწერა მოგვიწია. მაგალითად
არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის მქონე სამრეწველო ჯგუფზე გაცემული 9.9 მილიონი ლარის სესხები, ასევე არაადეკვატური დოკუმენტაციით, რომელზეც ბანკის ჯამურმა ზარალმა 5.6 მილიონი ლარი შეადგინა. კიდევ ერთი ფინანსურად არამდგარ ჯგუფზე გაცემული 10.5 მილიონი ლარის სესხები, ყოველად არაადეკვატური იმ მომენტისათვის უზრუნველყოფით და აი ამ სესხებზე ბანკის ჯამურმა ზარალმა 10.5 მილიონი ლარი შეადგინა, ანუ მთლიანად გახდა დასარასებებელი. აქვე კიდე ეს დავწენ, რომ იმ ზომის ბანკისთვის, მით უმეტეს მისი კაპიტალიდან გამომდინარე, რაც მაშინ იყო, ანუ 10 მილიონი ლარის სესხების ერთ ჯგუფზე გაცემა, არათუ არამდგრად ქართულ კომპანიებზე, არამედ Apple, Google, მსოფლიოს ნებისმიერი სხვა წამყვანი კომპანიაც რომ აიღოთ ამ ხელა სესხებს, ისეთი პატარა ბანკი, რომელიც მაშინ იყო, უბრალოდ არ უნდა გაცემდეს. ესეც საინტერესო მომენტია. კიდევ მეორე მაგალითის მოყვანა შემიძლია, მაგრამ ეხლა არ დაკლით ამ დეტალური ინფორმაციით და ასევე თავი შევიკავებ იმაზე მსჯელობისგან, თუ რაზე მიანიშნებს ესეთი აბსოლუტურად არაადეკვატური საკრედიტო პოლიტიკა, რომელიც ამ ბანკში ჩვენს მოსვლამდე ტარდებოდა. შემდეგი სლაიდი თუ შეიძლება. ასევე კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რომ უკეთ დაგანახოთ ის მემკვიდრეობა, რომელიც ეს თქვა ჩვენ გვერგო და რომლის გამოსწორებაზე ამდენმა ხალხმა, მთელმა კოლექტივმა ბოლოს 3 წლის მანძილზე იმუშავა. 2005-2008 წლებში ბანკის მიერ განხორციელდა რამდენიმე ასევე ბრწყალებში საინტერესო არაპროფილური ინვესტიცია, რომელთა შედეგად ბანკმა ჯამში 8.1 მილიონი ლარით იზარალა. რა არის ეს? ეს არის მაგალითად წილი რესტორნების ქსელში. ეს არის მაგალითად არაპროფილური სარეკლამო ბიზნესი. ეს არის მაგალითად დიდი არაპროფილური სულიად და არაფუნქციონირებადი უძრავი ქონება აეროპორტთან და ასე შემდეგ. ესეც საინტერესო ვთქვათ ნიუანსი არის ჩვენი მემკვიდრეობის. შემდეგი თუ შეიძლება. მე დაწუნებული ვარ თქვენ ამ სლაიდს ვერ წაიკითხავთ, მაგრამ აქ არის გაკეთებული ამონარიდი ბანკის 2007 წლის აუდირებული ფინანსური მონაცემების შედეგად, მერე აუდიტორის მიერ, ანუ დიდი 4-ეულის აუდიტორის Deloitte-ის მიერ, ბანკის იმდროინდელი მენეჯმენტისათვის მოწერილ წერილში. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ყოველ წელს აუდიტორები წერენ წერილს მენეჯმენტს, სადაც გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებენ. უბრალოდ ხარვეზების, ასე ვთქვათ, შინაარსი ამ შემთხვევაში, აი მაგალითად დაკვირვება აუდიტის მიმდინარეობისას გამოვლინდა, რომ ბანკს სასესხო ოპერაციებში აღენიშნება მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებულ პირებთან დადებულ გარიგებებთან მიმართებაში. ან მაგალითად კიდევ ერთი დაკვირვება, ბანკი და მისი შვილობილი კომპანიები არ აწარმოებენ IFRS, ანუ საერთაშორისო სტანდარტებით ამ გარიგებას დამოუკიდებლად. არ არსებობს ნაცვლად განსაზღვრული პოლიტიკა და მეთოდოლოგია აი ამ საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების ფინანსური ანგარიშგების მომზადების შესახებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ესეც გარკვეულწილად ალბათ გიქნით წარმოდგენას. შემდეგი თუ შეიძლება. დეპოზიტების ხარისხად შეეხება. 2009 წლის სექტემბერში ბანკის დეპოზიტებმა ჯამში 201 მილიონი ლარი შეადგინა. 2012 წლის სექტემბერში კი 645 მილიონი ლარი, ანუ თითქმის 3.5-ჯერ არის გასწრილი ბანკის დეპოზიტები. დეპოზიტების მიხედვით საბაზრო წილი 2009 წლის სექტემბერში იყო 5.5%, ეხლა კი 8.2%-ია. იურიდიული პირების დეპოზიტები 2009 წლის სექტემბერში იყო სულ 59 მილიონი ლარი, ამ წლის სექტემბრის ბოლოს კი 391 მილიონი ლარი შეადგენდა და ამ მაჩვენებლით Liberty ბანკი სიდიდით მესამე ბანკია საქართველოში. დანარჩენ პოზიციებით, სესხებით და მთლიანი აქტივებით არის შესაბამისად მეხუთე და მეოთხე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ ნიჭიერი კოლექტივის მუშაობით, ინვესტორების ძალისხმევით, სტაბილურობის პირობებში ჩვენ ერთ-ორ წელიწადში შევძლებთ ალბათ იმას, რომ ვთქვათ მესამე პოზიციაზე გავიდეთ ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით. ერთსაც გეტყვით კიდევ, რომ 2012 წლის სექტემბრის ბოლოს საჯარო სექტორის დეპოზიტებმა Liberty ბანკში სულ ჯამში 214 მილიონი შეადგინა. ანუ ეს არის 25%-ზე ნაკლები მთლიანი, ასე ვთქვათ, საჯარო სექტორის იმ თანხებისა, რომელიც საქართველოს საბანკო სექტორში არის განთავსებული. კაპიტალზე გადავიდეთ თუ შეიძლება შემდეგი სლაიდი, მადლობთ, თქვენ ხედავთ, ვთქვათ, და აქ სისულისათვის მე 2008 წლის ბოლოს მონაცემებიც მოვიყვანე, ანუ 2008 წლის ბოლოს
საბუღალტრო ანგარიშგებაში გაცხადებული სააქციო კაპიტალი ბანკის იყო 14.5 მილიონი ლარი, მაშინ როცა საზედამხედველო კაპიტალი, ანუ ის კაპიტალი, რომელსაც რეგულატორი ეროვნული ბანკი თავისი მეთოდოლოგიით უთვლის ყველა ბანკს, უკვე იყო ნეგატიური 18.9 მილიონი ლარი, ანუ უარყოფითი საზედამხედველო კაპიტალი. შეგახსენებთ, რომ ბუნებრივია საზედამხედველო კაპიტალი უნდა იყოს პოზიტიური და უნდა იყოს მინიმუმ 12%. 2009 წლის სექტემბერში უკვე აი ამ დამატებით დარეზერვების შედეგად სააქციო კაპიტალი 9.2 მილიონი ლარი, ანუ კიდევ შემცირებულია, ხოლო საზედამხედველო კაპიტალი ასევე უარყოფითი და ამჯერად უკვე 32.5 მილიონი ლარი. აქვე მოვიყვან დღევანდელ ციფრებს, ანუ სექტემბრის ბოლოს ციფრებია, ოღონდ აი ჩვენი დღევანდელი დღეს გაცხადებული დამატებითი ინვესტიციის გათვალისწინებით. სააქციო კაპიტალი 95.6 მილიონი ლარი, საზედამხედველო კაპიტალი 76.3 მილიონი ლარი. სურათი ნათელია და გაუმჯობესება. როგორც ხედავთ, ანუ 2008-2009 წლებში ბანკს ჰქონდა ნეგატიური საზედამხედველო კაპიტალი და ნეგატიურთან ახლოს ფაქტიურად თუ პორტფელის ხარისხს გავითვალისწინებთ, სააქციო კაპიტალიც კი, ანუ ბანკი იყო გადახდის უუნარო და ფაქტიურად ასე ვთქვათ, არსებობა უნდა შეეწყვიტა, რომ არა რეგულატორის დიდი ძალისხმევა ამ ბანკის გადასარჩენად და 2009 წლის სექტემბრის მერე უკვე ჩვენი და ჩვენი გუნდის და სხვა ინვესტორების რა თქმა უნდა. შემდეგ სლაიდზე რომ გადავიდეთ, ვერც ამას ვერ წაიკითხავთ, მაგრამ ძალიან მოკლე ჩამონათვალი, აი რაღაც ესეთი 2008 წელს რა პროდუქტები იყო, ან არ იყო უпроსორად და რა გვაქვს დღეს. 2008 წელს ბანკს ფაქტიურად არ გააჩნდა იპოთეკური სესხის პროდუქტი. დღეს კი ბანკი გასცემს 10-15 წლიან იპოთეკებს ლარში. 2008 წელს ბანკს არ გააჩნდა თანამედროვე საკრედიტო ბარათი. დღეს კი Magic ბარათს, ეგრეთ ქვია ჩვენ საკრედიტო ბარათს 10,000-ზე მეტი ადამიანი მოიხმარს. 2008 წელს ბანკს ფაქტიურად არ გააჩნდა მიკროდაკრედიტება და ის მწირი პორტფელი რაღაც 279,000 თლიანად ჩამოსაწერი გახდა, რაც მაშინ იყო შექმნილი. დღეს კი მიკრო და აგროდაკრედიტების მიმართულებით 22 მილიონ ლარზე მეტი საკრედიტო რესურსი არის დაბანდებული და ჩვენი აგროსესხებით 6,000-ზე მეტი ფერმერი სარგებლობს საქართველოში. 2008 წელს ბანკი ფაქტიურად არ ახორციელებდა სამხმარო დაკრედიტებას, დღეს კი ამ მიმართულებით 17 მილიონი ლარი არის დაბანდებული. სხვადასხვა თანამედროვე პროდუქტების ჭრილში, მათ შორის საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთ ონლაინ განვადების, სამხმარო განვადების კუთხით. 2008 წელს ბანკს არ გააჩნდა თანამედროვე მიმდინარე ანგარიში და არც ინტერნეტ ბანკინგი. დღეს კი მულტისავალუტო ლიბერტი ანგარიში, რომელზეც შესაძლებელია კლიენტის სრულისამებრ 10 სხვადასხვა ვალუტამდე ქვეანგარიშის მიღმა და პაკეტში მრავალრიცხოვანი სხვა მომსახურება შედის. მათ შორის ინტერნეტ ბანკინგი, SMS ბანკინგი და მრავალი სხვა, აი ამ თანამედროვე ანგარიშით 200,000-ზე მეტი ლიბერტი ბანკის კლიენტი სარგებლობს. 2008 წელს ბანკს არ გააჩნდა შემნახველი ანაბარი, დღეს კი შემნახველი ანაბარი პატრიოტით 23,000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს, ძალიან პოპულარული პროდუქტია. 2008 წელს ბანკს ჰქონდა საკმაოდ მწირი არჩევანი სხვადასხვა ტიპის ვადიანი ანაბრებისა და სულ ჯამში 23,000 ანაბარი ყავდა. დღეს კი ბანკს აქვს განახლებული მენიუ, ასე ვთქვათ, ვადიანი ანაბრების, მათ შორის ძალიან ბევრი ინოვაციური, ისეთი როგორც პატრიოტი კომაგი, მშვიდი ანაბარი და სხვა და ჯამში 55,000-ზე მეტი მეანაბრე ყავს ბანკს. კიდევ რამდენიმე ციფრს მოგიყვანთ. ეს მნიშვნელოვანია. 2008 წელს ჯამში სულ 600,000-მდე პენსიისა და შემწეობის მიმღებს გააჩნდა სადებეტო ბარათი და შესაბამისად შეეძლო ბანკომატის მომსახურებით სარგებლობა და მაშინ ბანკს გააჩნდა სულ 125 ბანკომატი. დღეს პრაქტიკულად ყველა, ანუ 1,100,000 ადამიანს, ვინც იღებს პენსიებსა და შემწეობებს, გააჩნია სადებეტო ბარათი და სურვილისამებრ პინ-კოდის აღების შემთხვევაში შეუძლიათ, ცხადია უფასოდ, გამოიყენონ ბანკის 270 ბანკომატი, ანუ ბანკომატების ქსელიც გაორმაგებულია. 2008 წელს შეუძლებელი იყო ამ ბანკში კომუნალური გადახდების გადახდა ბანკის საკომისიოს გარეშე. ეხლა კი, აი 2010 წლის სექტემბრიდან, როცა ჩვენ ეს სერვისი ჩავთეთ 25 სერვის ცენტრის მასშტაბით, ჯამში 7.8 მილიონი ცალი კომუნალური გადასახადი იქნა მიღებული საბანკო კომისიის გარეშე. ანუ აი ამდენმა
ადამიანმა არა, იმიტომ რომ ბუნებრივია თითო ადამიანი რამდენიმეს თქვა იხდის ან ხშირად, მაგრამ აი ამდენჯერ არ გამოართვა ბანკმა საკომისიო ჩვენს მოსახლეობას ამ 25 სერვის ცენტრში ამ ბოლო 2 წლის მანძილზე. 2008 წელს ბანკს არ გააჩნდა არანაირი ინოვაციური ელექტრონული პროდუქტები, არ იყო განვითარებული ელექტრონული კომერცია. დღესდღეობით ბანკს ემიტირებულია 260,000-ზე მეტი pay სისტემის სმარტივი ბარათი, აქედან 40-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს კალათის მომსახურებით, რაც ძალიან მოქნილია აი კომუნალური სხვა გადახდებისათვის. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს Smart TV-J ვებსაიტის მომსახურებით. ბევრს აქვს უკვე ათასობით ადამიანს დაყენებული და სარგებლობს Smart TV-ის მობილური აპლიკაციით, როგორც iPhone-ისთვის, ისე Android-ისათვის. ბანკი ასევე ემსახურება 100,000-მდე იმანი ელექტრონული საფულის მომხმარებელს და ასევე ემსახურება წამყვანი საერთაშორისო ელექტრონული საფულეების, როგორც არის WebMoney მაგალითად, 10,000-ობით ქართულ მომხმარებელს. ელექტრონული კომერციის მომსახურებას უწევს Pay სისტემაში ჩართულ 370-ზე მეტ მერჩანტს. ასევე დანერგილია შეძენილი ლიფტის სახში მიტანის სერვისი, რაც არც თუ ისე ბევრ ბანკს გააჩნია. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ბოლოს 2008 წელს ბანკი ადეკვატურად ვერ ემსახურებოდა სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, ვერ თავაზობდა მას ფაქტობრივად ვერაფერს, გარდა ძალიან პრიმიტიული გზით პენსიების დარიგებისა. დღეს კი თანამედროვე მომსახურების პრაქტიკულად სულ სპექს თავაზობს 116 Liberty Express-ის მობილური სერვის ცენტრის ხარჯზე და ასევე სოფლად გახსნილი 40-ზე მეტი Pay Express mini სერვის ცენტრის ხარჯზე. ესაც მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს სოფლად. ვატყობ რომ დაგღალეთ ამდენი მშრალი ციფრის და ფაქტის მოყვანით და ოდნავ ვიზუალური მხარე რომ ასე ვთქვათ გავაუმჯობესოთ პრეზენტაციის. 2006-2008 წლებში მაშინ ჯერ კიდევ სახალხო ბანკმა ჯამში დახარჯა 44 მილიონი ლარი კაპიტალურ სხვადასხვა ინვესტიციებში დანახარჯებში. ყოველ შემთხვევაში საბუღალტრო ანგარიშებაში სწორედ ეს ციფრი ფიქსირდება და აი ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ვიზუალები აი იმ ქსელის, რომელიც მაშინ ბანკს გააჩნდა და აი იმ კაპიტალურ დანახარჯებით გაკეთა. აი კიდევ. აი ესე გამოიყურებოდა ამ ბანკის ქსელი უკლებლივ პრაქტიკულად ყველა სერვის ცენტრი 2008 წელს. 2009-2012 წლებში ჩვენ განვახორციელებთ 45 მილიონი ლარის კაპიტალური დანახარჯები. ეს ხადია მოხმარდა ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმას, მოხმარდა ბანკომატების ქსელის გაფართოებას, მოხმარდა Liberty Express-ების დანერგვას და მრავალ სხვა რამეს, მაგრამ ამავდროულად მთლიანად რეაბილიტაცია მოხდა 48 სერვის ცენტრის ქვეყნის მასშტაბით. მე მესმის რომ ეს არ არის ჯერ ბევრი სერვის ცენტრი დარჩა აი იმ მდგომარეობასთან მიახლოვებული, რაც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო, მაგრამ რასაც გაწდა ჩვენი ბანკის ბალანსით გავაკეთეთ და აი იგივე სერვის ცენტრები დღეს აი ესე გამოიყურება. შიგნით ექსტერიერიც და ინტერიერიც. ხოლო 2012-ში უკვე ახლად გახსნილი სერვის ცენტრები აი ესე გამოიყურება. ალბათ ეს ვიზუალებიც რაღაცაზე მეტყველებს. აი სულ ეს მინდოდა რომ მეთქვა, აი ესეთი მოკლე შემაჯამებელი პრეზენტაცია გავაკეთე, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს კლიენტს და ჩვენ 1,5 მილიონი ადამიანს ვემსახურებით საქართველოს მასშტაბით და ასევე მადლობა გადავუხადო Liberty ბანკის კოლექტივს ძალიან ნაყოფიერი პროდუქტიული შრომისათვის ბოლო 3 წლის მანძილზე. და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს კოლექტივი კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევს. მადლობთ.